საინტერესო ვიდეო უნდა გაჩვენოთ. მოვატრიალოთ ჩემი ეს კამერა და უნდა გაჩვენოთ აი ეს ბავშვი. ჩავრთოთ ამ კადრებში, ამ ვიდეოში სხვა ბავშვები, სხვა მოზარდები ჩანან. ეს ადამიანები, რომლებიც ხელისუფლება, ზოგადად, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა, ახმამაღლებულმა, ქართული ოცნების ახმამაღლებულმა ნებისმიერმა წევრმა თუ გავბედავ და ვიტყვი მომხრეებმაც კი დაივიწყეს. ნახეთ რას ამბობენ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები, რომლებიც ასაკვირველია გადარჩებიან. მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით ღვთის შეწევნით გადარჩებიან, მაგრამ ნახეთ რას ამბობენ და როგორი სულის შემძვრელია ეს ყველაფერი და მე უკვე განვაგრძოთ მსჯელობა ამ ვიდეო კონტენტის ნახვის შემდეგ. მოგინა მხარი დამიკიდე. მე თქვენი მხარ დაჭერა მჭირდება. ჩემთვის ჭამალი იმედია. ჩვენთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. მე სიცოცხლე მინდა. ვახ, მე სიცოცხლე მინდა ჩვენთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვიჭირეთ მხარიო ამბობენ ბავშვები. ერთი ბავშვი კი ნახეთ რას ამბობს. ეხა მომარალი. მე გავიგებ რა უშავს. ვერას 17 მაისი. 18 საათი. ანუ დღეს 17 მაისს 16-ს კი არა 18 საათზე რუსთაველის გამზირზე არის ამ ბავშვების მშობლების აქცია. დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობის სიკვდილს ებრძვიან. ეს ხომ საინტერესოა და ბევრი ჩვენგანი უნდა იყოს ამ აქციაზე მხარი დაუჭიროს, მშობლებს მხარი დაუჭიროს, ამ ბავშვებს მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომ როგორმე მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მაინც ექსპერიმენტულია ეს წამალი, ეს ექსპერიმენტული წამალი შეიძლება იყოს ექსპერიმენტული რას ნიშნავს, რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით გაამართლებს ეს წამალი და ყოველ დღეს, ყოველ წუთს, ყოველ წამს რაღაცა მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ბავშვებზე და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტულია, მაინც უნდა გამოხოს გარკვეული თანხა, ოღონდ რასაკვირველია პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ალბათ მშობელმაც და სახელმწიფომაც იმაზე, რაც როგორი პროცესებიც თუ უგნებოთ ასე ვიტყვი განვითარდება, მაგრამ ეხლა ეს არ არის საინტერესო. სახელმწიფომ ესენი მიატოვა. ხელისუფლებამ ესენი მიატოვა ჭიმავს რა დროს და ელოდება ამ კვლევებს თუ ექსპერიმენტის შედეგებს. მე მესმის რატომაც ელოდება, მაგრამ დრო უბრალოდ არ ითმენს და ალბათობა იმისა, რომ ის არც ვიცი რა ქვია იმ წამალს, ის წამალი გაამართლებს და მართლაც ისეთი იქნება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აი ბევრ და ბევრ მოზარდს ამ დაავადებით ვინც იტანჯება მათ გამოადგებად. რამდენიმე ქვეყანა მიცით თქვენ რომ აი რამდენიმე ქვეყანა არც დაელოდა და დაარეგისტრირდა ეს წამალი და დაარიგა, შეისყიდა და დაარიგა, არც ვიცი რა ქვია, გითხარით, საქართველოს ხელისუფლებამ წოდებულმა ჯგუფმაც ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ეხლა ეს არ არის ეხლა საინტერესო. მე მაქვს კითხვა ამგვარი თქვენის ნებართვით. იცით თქვენ რომ ეს აქცია გაიმართება 18 საათზე, იცით რომ აი ამ წუთებში 3:30 ოდნავ მეტი ახლა მიმდინარეობს აქცია მოქალაქეების ნაწილისა, ჯგუფისა, საზოგადოების ერთი ნაწილისა, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს ოჯახურ სიწმინდეებზე, ოჯახურ ღირებულებებზე და მე მაქვს კითხვა. აი იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზეა დედაქალაქის ცენტრშია. იმ ათასობით ადამიანიდან რამდენი პროცენტი დარჩება ამ ბავშვების მშობლების აქციაზე? რამდენი პროცენტი მიიტანს გულთან? აქამდე რამდენი პროცენტი მიიტანა ხელისუფლების ჩათვლით და აი აქციაზე გასული ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი კვლავ ვიმეორებ, დარჩება თუ არა ამ ბავშვების მშობლების აქციაზე? არა. მე გეტყვით რომ 99.99% დღევანდელი ამ ოჯახური ღირებულებების დაცვის თაობაზე აქციაზე, ვინც ესწრება, მათი 99% უბრალოდ არც შეისმენს, არც შეუსმენია აქამდე და არც დარჩება ამ კონკრეტულ აქციაზე, მათი ნაწილი და დიდი ნაწილი წავა მოილხეთს რესტორნებში, აწევენ ჭიქას ხმამაღლა, ილაპარაკებენ შვილებზე, შვილების თაობაზე, ვინც იზრდა თავისუფლებაზე, ქვეყანაზე, პატრიარქზე, ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბევრ მათგანს არ გაახსენდება, არასდიდებით არ გაახსენდება ეს ბავშვები. ეხლა რა დღეა ეს ეგრეთ წოდებული 17 მაისია ხო დღეს? 17 მაისი რა დღეა ეს ეგრეთ წოდებული ოჯახური ღირებულებების დაცვის თუ ოჯახური ღირებულებების დღე? ამ დღეს აღნიშნავენ აგე უკვე 12 თუ 13 წელიწადია ეს დღე დაწესდა 2000 თუ არ ვცდები და თუ არ მეშტები 2014 წლიდან ერთი წლით ადრე თუ არ ვცდები 2013-ში შესაბამისად. იცით თქვენ რომ მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა მათ შორის სამღვდლო პირებმაც პირდაპირი მნიშვნელობით იძალადეს
ტაბურეტები, ხელკეტები აიღეს რა, იზალადეს მოქალაქეს, სხვა მოქალაქეებზე, უმცირესობის წარმომადგენლებს. ესენი სხვადასხვა უმცირესობაში არიან. იმესმის რომ იზალადეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე და ამათზე არ იძალადებენ, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ჩადის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ, როდესაც ელემენტარულს არ უკმაყოფილებს, ელემენტარულ ნაბიჯს, ძალიან იოლად გადასადგმელ ნაბიჯს არ დგამს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი გაურბის რა პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობა რომელიმე მათგანი რომ დაიღუპოს, ჯვარი წერია ყველას, რომელიმე მათგანი რომ აღარ იყოს ცოცხალი გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ შემთხვევაში ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ეს კი ხელისუფლება წოდებულ ჯგუფს, ბანდას ქართული ოცნებისა უბრალოდ არ აინტერესებს. მოკლედ, აწევენ ჭიქას, მიულოცავენ ერთმანეთს, აღნიშნავენ ამ ოჯახური სიწმინდის დღეს პირები, რომლებმაც წაახალისეს 12-14 წლის წინ ის ძალადობრივი აქტები, რომლებიც თავის მხრივ განხორციელდა დედაქალაქში, როცა ტაბურეტები და ხელკეტები უტყეს განსხვავებულებს, იმიტომ რომ ისინი განსხვავებულები არიან. მათ შორის სამღვდლო პირებიც იყვნენ, მათ შორის ანუ კაბა ანაფორიანი პირები და ეს ძალიან საინტერესო ასპექტია, ძალიან საინტერესო დეტალია თითქოს, მაგრამ აღსანიშნავი და მუდმივად ყურადღება გასამახვილებელი დეტალია. შენ მოიპოვე გამარჯვება, შენ მოიპოვე რამე დღე რაღაც დღესასწაული რატო ქვია ამაზე საუბრობ ლაპარაკობ უნდა და სიგიჟეა და სისულელეა დღესასწაული არ უნდა ერქვას ამგვარ დღეებს საერთოდ სხვისი დაჩაგვრით, სხვაზე უპირატესობის მოპოვებით, სხვისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მოხდენით. აი ასე გაიმარჯვა ერთმა უმრავლესობამ ერთ უმცირესობაზე, მას შემდეგ რამდენადაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში მაისის თვეში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, ჩვეულებრივი ადამიანები, ისინი ჩვილები არიან, ისინი ამ საზოგადოების წევრები არიან, უბრალოდ არ გამოსულან რამდენადაც ვიცი და არ უფიქრიათ თუ არ უზრუნიათ თუ არ მოუთხოვიათ საკუთარი მათივე უფლებების დაცვა, ესეც ფაქტია. დიახ, ძალადობა ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების ყოველდღიურობა და ამ საზოგადოებაში არავინ გამოჩნდა ხელისუფლებიდან, რომელიც იტყოდა, რომ არ შეიძლება ხალხო ძალადობა, ბავშვებზე ძალადობა, განსხვავებულებზე ზოგადად ძალადობა სექსუალური უმცირესობის ამ შემთხვევაში თუ იმ შემთხვევაში წარმომადგენლებზე და ასე შემდეგ, ეს არის საშინელება და საქართველოს საპატრიარქო არის ამ დღეს ვეღარ გააუქმებენ, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არის პირველი ბრალეული არ პასუხისმგებელი პროცესში, რომელიც მიმდინარეობს აგეუგე 12-13 წელია და გაცილებით ადრინდელი პერიოდიდანაც ეს არის ჰომოფობების და ქსენოფობებისაც მიხი ასე ვიტყვი აქცია უმრავლეს შემთხვევაში, თორე ოჯახური ღირებულებების დაცვაზე დაცვის მომხრე რასაკვირველია. მეც ვარ ოღონდ ყველაფერთან ერთად ეს არის უმრავლეს გარკვეულ შემთხვევაში თვალთმაქცთა და აგრეთვე ფარისეველთა აქცია. გავრცელდა კადრები იმ აქციიდან, რომელიც მიმდინარეობს დღეს დედაქალაქის ცენტრში, მათ შორის იმ პირების ფოტოები, რომლებიც ერთის მხრივ ძალადობენ და მეორე მხრივ და ძალიან ხშირად არა მხოლოდ ძალადობენ, არამედ ხალატობენ ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც თითქოს სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებიან. კოლექტიური ირაკლი ზარქუები დავარქვათ ამგვარ ადამიანებს, რომლებიც სახლში ოქროთ და კარგად იქცევიან, ხოლო სახლს მიღმა, ოჯახს მიღმა ყოველ მეორე კრასატულიას დასდევენ თუ თბილისში და თუ არ ვცდები მონაკოში, მოკლედ უცხოეთში, სადაც არ უნდა იყვნენ იქ და ეს კოლექტიური ეს ირაკლი ზარქუა ჩავარდა, ირაკლი ზარქუა ჩაიჭრა, ირაკლი ზარქუა თან მაგვიანდება სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ გადაცემა მეწყება ირაკლი ზარქუა გამოიჭირეს, მაგრამ ასეთი ირაკლი ზარქუა არ არის ლადო კახაძიასი მაგალითად ამ ხრივ მაინც დაუდასტუროთ პატივისცემა საქართველოს პარლამენტის დეპუტატად წოდებულ ლადო კახაძეს, მაგრამ სხვა ირაკლი ზარქუას ასაკისა, ვინც ის და ძალიან ბევრია, ვინც ამგვარი ქმედებით გამოირჩევა, ოღონდ ხმა მაღალია და დღეს დარწმუნებული ვარ კონკრეტული ირაკლი ზარქუა ისევე როგორც ჯონდი ბაღათურია თუ სხვები ჯონდი ბაღათურია კი არ არის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაინც აი ამ რუსულ დინებაშია, ისეთივე დინებაში როგორც არის პაპუაშვილი, კობახიძე და ხსენებული ზარქუა, ისინი აღნიშნავენ ხმა მაღლა ამ ოჯახური სიწმინდის, ოჯახური ღირებულებების, ოჯახის დაცვის დღეს, ოღონდ ოჯახებს ისინი უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია არ და ვერ გადაეფარებიან, უმალ მიატოვებენ ბედის ანაბარაბეთ კი ვიტყვი ასე, ფარისევლობაა ეს ყველაფერი.
თუ გულახდილები ვიქნებით, ყალბი ეგრეთ წოდებული დღესასწაული საერთოდ რატომ არის კარგად არ მისმის კარგად უნდა გვესმოდეს. ამ სიტყვის მნიშვნელობა დღესასწაული მე გამიგია მე ვიცი არის მაგალითად აღდგომის, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულია და სხვა ამით უფრო ამგვარ დღეებს დღესასწაული არ უნდა ვუწოდოთ, რაც არ უნდა დაარქვას დღესასწაული ამგვარ დღეებს საპატრიარქომ ავიცი ილია მეორეს დაერქმია თუ რომელიმე ანგელოზი თუ გამოეცხადება ირაკლი კობახიძეს რაც არ მოხდება ცხადია იმანაც რომ უკარნახოს ამგვარი დღისათვის დღესასწაულის დარქმევა წოდება ესეც რომ ვიცოდეთ მაინც თვალთმაქცეების ქვეყანაა ეს თვალთმაქცეები უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველი იკრიბებიან და თვალთმაქცეებს ავიწყდებათ ბავშვები რომლებიც ითხოვენ წამალს წამალი ამათთვის ამ ბავშვებისთვის დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის გარდაულა და აუცილებელია იმიტომ რომ ერთი დღით თუნდაც ექსპერიმენტული წამალი ხაზგასმით ამბავს, იმიტომ რომ ეს ექსპერიმენტული წამალი შეიძლება კატამალმა შეიძლება გაამართლოს ეს ექსპერიმენტული არის რა შეიძლება ეს კვლევები ძალიან წარმატებით დასრულდეს და ნებისმიერ შემთხვევაში არ ავნებს არც ერთ შემთხვევაში ავნებს ამ ბავშვებს სწორედაც რომ დააზიანებს და ვინც ისლამს იმედას დაამთავრებს პროცესს ნებისმიერ შემთხვევაში ავნებს წამლის გარეშე ბედის ანაბარა მიტოვება ბედის ანაბარა მიატოვა საქართველოს ხელისუფლებამ და მე გეტყვით რომ 95%-მა 19%-მა ბედის ანაბარა დატოვა ეს ბავშვები რომელთა მშობლების დღეს შეიკრიბებიან 18 საათზე და ოღონდ მათთან ერთად არ იქნებიან ირაკლის არქუები, პაღათურიები, პაპუაშვილები, კალაძეები, სხვები და სხვები, ანუ ის პირები, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებსაც ღალატობენ და სხვის შვილებსაც. ნახვამდის.